მე ვარ შოთა შანშიაშვილი, ხის სათამაშოების საწარმოს ცაცი ოსტატის დამფუძნებელი. ჩვენი საწარმო მდებარეობს ქალაქ დედოფლისწყაროში და დასაქმებული ყავს 3 ადამიანი. ცაცია ოსტატი ქმნის სათამაშოებს, რომლებიც ბავშვებს წარმოსახვის და შემეცნების გაღრმავებაში ეხმარება. ეკომეგობრული სათამაშოები ხისგან მზადდება და გათვლილი არა მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულების, არამედ ფუნდამენტური უნარების ჩამოყალიბებისთვის. თითოეული სათამაშო შექმნილია ბავშვის ცნობის მოყვარეობის გასაღებებლად, სხვადასხვა მექანიკის ფუნქციის შესწავლისთვის, იქნება ეს რაიმე ახალი საშენება თუ უკვე აშენებულის გარდაქმნა. სათამაშოები ავითარებს შემოქმედებით უნარს და კრეატიულ აზროვნებას. ბავშვებს უბიძგებს ახალი აღმოჩენებისკენ. გვაქვს ორი ძირითადი კოლექცია. ერთი არის სატრანსპორტო საშუალებები და მეორე არის ცხოველები. ეს ხის სათამაშო ავტობუსი დამზადებულია ნიკერჩხლის ხისგან, აქვს მაგნიტური სახურავი. სახურავის მოხსნის შედეგად შესაძლებელია ხის ფიგურების ამოღება და თამაში. გვაქვს ესეთი მრავალფუნქციური ხის სათამაშო დამბირთველი, რომელსაც აგერ ამ ბერგეტის დატრიალების საშუალებით აქვს აწევის და დაწევის ფუნქცია. 2023 წელს მივიღე მონაწილეობა პროექტ ეკოჯორჯიას ტრენინგებში, სადაც ვიმუშავეთ ინდივიდუალურად მენტორებთან. დავწერეთ ბიზნეს გეგმები და ჩემს მიერ დაწერილი ბიზნეს გეგმით მოვიპოვე დაფინანსება, რითიც შევიძინე დამატებითი დაზგადანადგარები. ამან მოგცა საშუალება გაგოზარდა წარმოება და მნიშვნელოვნად გაგაუმჯობესებინა წარმოების ხარისხი. მას შემდეგ რაც პროექტი დასრულდა, უკეთ ვახერხებ ბიზნეს საქმიანობას. უკეთ შემიძლია ფინანსური გეგმის შედგენა და მის განსახორციელებლად რესურსების მოძიება. ჩვენ პროდუქტს გამოარჩევს უნიკალური დიზაინები, რომელიც შექმნილია ჩემს მიერ და დაპატენტებულია საკპატენტში. პროდუქციის დეტალები მზადდება დაზგადანადგარების საშუალებით და შემდეგ სათითაო დეტალი მუშავდება ხემით. არ ვიშურებთ ძალას იმისთვის, რომ ვიყოთ ძლიერი ბრენდი და დავეხმაროთ პატარებს განვითარებაში.